მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებს, თქვენ უყურებთ აკრედიტაციის გარეშეს მეორე გამოშვებას. პირველ გამოშვებაში რაღაცები რომ გავაკეთე შემეშინდა, იმიტომ რომ შეიძლება პოლიტიკა სულად დამთავრდეს და ეს პოლიტიკურად სენსიტიური თემები არ მომწონს. ამიტომ გადავწყვიტე წავიდე შოუ-ბიზნესში ვიმღერო ახლა. რაზე ვიმღერო? სიყვარულზე ვიმღერო, არ აქტუალურია, სექსზე ვიმღერეთ უკვე, შენ რა სექსი ხარში და რუსების კინება რო ჩავწერო, საშიშია რუსების კინება. შესაბამისად, დარჩა ყველაზე უებარი საშუალება პოპულარობის მიღწევისა, ეს არის პატრულის მეოთხე ჰიმნი, პოლიციის მეოთხე ჰიმნი. და არის კიდევ დამატებით იდეა რომ რაგიხა ჩვენ ვებრძვით კურდებს, ვართმევთ მათ სახლებს და ვხსნით იქ პოლიციის განყოფილებებს, რატომ არ უნდა გავაკეთოთ შემდეგი, რატომ კი არა, უნდა გავაკეთოთ შემდეგი, წავართმევთ მათ სიმღერა და შევქმნათ მასზე პოლიციის ყველაზე მაგარი ჰიმნი. ყველაზე მაგარი. აქედან გამომდინარე, ეხლა დაუყოვნებლივ მე მივიდივარ სტუდიაში. სტუდია გაახურეთ. მივიდივარ სტუდიაში და ჩავწერო პოლიციის მეოთხე და ყველაზე მაგარი ჰიმნი. და ის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ მოვედით რადიო უსმობის ხმის ჩამწერ სტუდიაში, სადაც უნდა მოხდეს ამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმღერის პოლიციის ჰიმნის ჩაწერა. ეხლა ცოტა ხანში ჩვენ შევუდგებით აი ამ საქმეს. ნახოთ თუ როგორ დაგხვდებიან აქ. რას? კარგია? არა, ამაზე ხმამაღლა ხო? კაია. კაკ. ზადავარ. ასეთია პოლიციის ბედი. ფათერაკებს უკან დასდევს მუდამ. დაცხოვრების ნახევარზე მეტი. ქუჩა გატაროს უნდა. მან თბილისის ყველა ქუჩა იცის. და მიაგნებს ყველა სახლის კარებს. აღარ აქვს ღაბავი და ხიპი. ახ მამაჯან და ხალხისგან აღარ იღებს ლარებს. ის კურდებთან ბრძოლით დაიღალოს. ის დაიცავს ჩვენს ქვეყანას მზიანს. ვეღარ ვხედავთ კრიმინალებს შავებს. ახ მამაჯან შუშაბაში პატრულები ზიან. შუშაბაში პატრულები ზიან. შუშაბაში პატრულები ზიან. ეგარი, მე მგონი გამოვიდა. ესე იგი, ჩემო კარგო, ვოკალი გამისწორე და 5 ეგზემპლარად CD გამიკეთე, 5 CD და წავედით ახლა ჩვენ დავარიგოთ ეს CD-ები, სადაც საჭიროა. როგორც ხედავთ, ზად არის უკვე პოლიციის ყველაზე მაგარი ჰიმნი მსოფლიოში, მეოთხე ჰიმნი და ახლა ჩვენ მივემართებით უკვე დისკებით სახალხო თავშეყრის ადგილისაკენ, სადაც ბევრი ჩვენი ნამდვილი ქართველი ჯიგარი ტრიალებს. ეს არის რა თქმა უნდა ბაზრობა, ამდენად დინამო სტადიონთან მდებარე ბაზრობა, რათა ხალხს მოვასმენინოთ და ხალხის აზრი გავიგოთ თუ როგორ იმუშავებს ეს ჰიმნი. როგორი კარგი იქნება ის. აბა, წავედით. გამარჯობა, მუსიკალური ცენტრები აქ იქნება? გამარჯობა. ჩალვა. მუსიკალური ცენტრი. გამარჯობა. მუსიკალური ცენტრი გააქვს? თუ შეიძლება მომხედეთ რა. მოგზავნით. ჩვენ ახლა გავიგონებთ თუ როგორ ჟღერს პოლიციის ახალი ჰიმნი დოლბის სურაუთში.
დაცვინის სახით გამოდის და შეურაცინოა? ნუ რავი, ცოტა არ იყოს ეს. არა, რა და საერთოდ არ იყო ჩაფიქრებული. წესექსისაც თუ არა. ხომ არა, დაცვინის ტექსტი არ არის. არა, დაცვინის ტექსტი არ არის, მაგრამ ნუ ასახავს იმ პრობლემას, რა პრობლემაც დადიან ის ხალხი. გარეთ არის. ხო, და არ არის დაცინვა. დაცინვა თავისი? არა, მართლა ხუროვის გარშე მოგეწონა. ხო მოეწონება ხო ანომერობიშვილს შენი? კი, ყველას მოეწონა. რატო იცი? იმიტომ რომ ქურდებს ყველაფერი წავართვით, სახლები და პოლიციის შენობები გავხდით. რა სიმღერაც წავართვათ რა. მოგეწონათ სიმღერა? მაგარი. ჰა, არა მართლა, არა მაგარი. მოგეწონათ ხო? მოგეწონათ ხალხო სიმღერა? ხო მოусმინე. ეს არის პოლიციის ახალი ჰიმნი. არა, ნუ მიდიხარ. მოგეწონათ? როგორ არ მოგისმენთ? მოგასმენთ, არა, გაგდი კომბაგდის კი, მე მოგასმენთ, კომბაგდის. აი ეს არის ახალი პოლიციის ჰიმნი. მოგწონთ? კარგი. მოგწონთ ხო? ხალხო, მოგწონთ? ჰა? არა, ნუ ეს დაუხვა საავტომობილები ჯერ ვაროსკი. შავა რა გიქრეცი? რა? და ტელევიზორში ავაფასებ. რა? კარგი, გასაგები. კარგი. ვის თავი? მე მგონი. კი, არა, მაგას ვერ დავატრიალებ, მაინც. აქ მაინც ვერ დავატრიალებ. მაინც არ დავატრიალებ. ხო, გასაგებია, კი ბატონო. თვითონ აქ არ გამოვიდა ტრიალი, შესაბამისად ჩვენ უნდა წავიდეთ ისეთ ადგილას, სადაც დაატრიალებენ. ეს არის რა თქმა უნდა რადიოები. დაიძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ მოვედით რადიო ფორტუნაში, რადიო არიდარდოში. არიდარდოს ფორმატი არის ეს, არიდარდო არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიო საქართველოში და მე მივიტან აი ამ ხიმს ამ რადიოს მესვეურად. გამარჯობა. გამარჯობა. ხადავდები და ხამბოს. რადიო არიდარდოს სამხატვრო ხელმძღვანელი მინდა. ან თქვენი ორგანიზაციის სამხატვრო ხელმძღვანელი ან დირექტორი. მოვიტანი ახალი სიმღერა. სიმღერა დამიტოვებ? არა, უნდა მოასმენოთ შენ. რეზო არის? რეზო. რეზო გასულა. ვინ დირექტორია? ой, დირექტორი სიმღერებს არ ისმენს. ვინ ისმენს მენეჯერი, რომელიც იდეა არის, არა, მე რომ მოასმენო. არა. არც ის რეზო კაკურია? და მაგას სიმღერა მოვიტან. თქვენი სახელი? მე თიკო. თიკო, შალვა, გამარჯობა. გამარჯობა. არის მოასმენოთ. თუნდაც სხვა რადიოში ჩემ ცნობთან თქვენ ყველა პოპულარული ეს სამბავი რო ხდები. არა, აფექტაციის გარშე გადაცემა. და ვინა რომ მოგასმენოთ სიმღერა. გამარჯობა. შალვა. სიმღერა ჩავწერე და მინდა მოგასმენოთ. ძალიან მაგარი ხიდია. უსმენთ შენ. მოსთან მოხურო ჩვენ პრობლემები. ფორტუნაში არიდარდოში და მე მოვიტანე სიმღერა ამ ყველაზე მაგარ რადიოში საქართველოში და ვთხოვ რომ ეს სიმღერა დაატრიალო. აქეთ არის ხო? შენ ხარ სამხატვრო ხელმძღვანელი, ხო? შენ გასარბავ ხა ეს სიმღერა გავიდეს თუ არა? შენი აზრით. პროგნოზები მითხარი რა. გამოვა თუ არა? იქნებ დაუძახო ხალხს. გამარჯობა, გამარჯობა. თქვენი აზრი გვაინტერესებს, ახალი ჰიტი ჩავწერე. ახალი ჰიტი, ძალიან მაგარი, ჩემი აზრით. ხალხს მოასმენინე, მოეწონა და მოვიდეთ თქვენთან რადიოში, როგორც ყველაზე კარგი რადიოში სოფლიოში. კომპეტენტურებთან. კომპეტენტ, რა თქმა უნდა, კომპეტენტურებთან, ოღონდ ცოტანი ხართ, უფრო მეტი არ შეიძლება. კი, აუცილებლად შევგროვდებით. რა შეგროვდით რა? თვითონ ტელემაყურებელო, მე ვერ ვიცმენ. ისეთი კარგი დახვედრაა, რომ წარმატების, აი 50%-იანი შანსი გვაქვს. ჩემი აზრით რომ მე გავხდე არა მხოლოდ ტელეწამყვანი და რადიოწამყვანი, არამედ გავხდე ყველაზე მაგარი მომღერალი საქართველოში. რითი ვარ სხვებზე ნაკლები, რა სიტყვა? ხო მაგ რაღაცას მომღერლისთვის საჭირო. ყველას შანსი. ხო. აუცი. რაიუა. ასეთია პოლიციის ბედი. ადერაკებს უკან და დასუნო. და ცხოვრების
შუშავაიში მადრულებია შუშავაიში მადრულებია ეს არის შუშავაიში რატოსია როგორია? არა, როგორია? მაგარია არა, მართლა, ხუნოვის საერთოდ ხასიათზე მოვედი მე პირად ხო, ხო და აღარ მუშაობს ხასიათზე არ ვიცი მე არ მომის არ მოუსმენ კიდე ერთხელ თუ შეიძლება? და რატომ გონიათ რომ ეგეთ დიდი გადის? არის დარდოში არ გადის ეგეც? ბევრჯერ უნდა მოვუსმინე რომ გაიგო კარგი არ მოგწონს? მართლა მაინტერესებს. არა, ვიხიტი. ხალხს ხომ მოეწონება, ჩემი აზრით ძვირფასკელი მაყურებელობა ეს ხალხს უნდა მოეწონება. არის ამ შემთხვევაში მე სუბიექტური ვიქნები. არ მოგწონს შენ. კი. კი, მოგწონს თუ კი არ არ მოგწონს? მოგწონს. არა, ანუ ამ სიმღერას არ გავუშვებს, რა ძალიან ბევრი რადიოსა. ხო და რატო არ მოგწონს მიზეზი რა? ზოგადად სტილიდან გამომდინარე. ხო და რა არის პრობლემა აი ალექსი? ჩვენ ვლაპარაკებთ ალექს რადიო ფორტუნა სამხატვრო მოაწყოს, ხო? რადიო ფორტუნა ავტორად. ავტორები, რა პრობლემა აქვს ამ სიმღერას? ნუ ზოგადად არ ჯდება ჩვენ ფორმატში ეს სიმღერა. არც არ იდარდოს ფორმატში? არც არ დაიდარდოს. არ დაიდარდოს, უკაცრავად არ იდარდოს ვეცახი. არც არ დაიდარდოს ფორმატში, მაგრამ ზოგადად არის ქალაქური ტიპის სიმღერები არ დაიდარდოს. ხო, აი ეს რაღაცა დამკვრელური და რაღაცები არ არის? დუცდა ეგეთი რაღაც. ხო არის, მე მომისმენია. ნაკლებად. ხო, მაგრამ იმ ნაკლებში რომ ჩავწეროთ, არ გამოვა? არა, მე შემიძლია შეგახვედროთ თქვენ სამხატვრო. ხო, კი ბატონო, ოღონდ აი იმ რადიოში რაც შენ კურირებ იქ არ გამოვა, ხო? იქ არის. არის. ეს რა არის? გადაწერილი რა? თქვენთვის გიტოვებ, ჩუქნით, კაცო. შენ მოგეწონა, ხო? აი ხალხის ხმა, ძვირფასა ტელემაყურებლებო. აი, დისკი მოკონდა, რო გადაეწერა, ჩვენ კი მას ვაჩუქეთ. კარგი. დიდი მადლობა. ესე იგი, პასუხზე ვის დაურე, ხო? ალექსი. პასუხზე ხო, გაშვების ამბავზე. გაშვების ამბავზე მე გეუბნებით რომ ეს სიმღერა არ გავაეთე. არც ერთ რადიოში? არა, მე ფორტუნა და ავტორადიოში არა. ხო, ავტორადიოში გასაგებია და კაკულია. არა, ზოგადად ვფიქრობ რომ კაკულიას ზოგადად ვფიქრობ რომ საერთოდ არ გავა. ზოგადად ვფიქრობ რომ საერთოდ არ გავა. იმიტომ რომ არ ვარ გავა. არა. თქვენს ფორმატში არ ჯდება. ჩვენს ფორმატში. ანუ ზედმეტად რა არის? ვერ გეტყვით ერთი სიტყვით. ორი მითხარი, ერთ ორით. ზოგადად ფორმატს არ ხდება რა, არც ერთ ფორმატში არ ხდება. ირაკლად რო გაუშვათ არ შეიძლება. აი, დედა. კრახი დამცადეთ ჯიპასო. რადიოს მოგაყოთ, იმიტომ ეს სიმღერა არ გავაო ეთერშია. არ შეიძლება რა ეს ძალიან ხო არა. არა ეს არა სულ მიმზანიცა. მაგდე? არა არ გაგდეთ რომ არ არის ხა ეს შემოვარდნა კამერების და ასე შემდეგ არ არის ნორმალური საკითხი. ცუდი რადიო. ვიფასკელი მაყურებლებო, ჩვენ მოვედით ჩემს ყველა საყვარელ ადმინისტრაციულ შენობასთან. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაამტრია ჩვენ ოპერატორია უკვე შეიძლება საკუთრების გადაღებები დაიჭირონ. ეს სიმღერა რომელიც დაწუნებული იქნა რადიო ფორტუნაში, არის დარდოში, ავტორადიოში და ასე შემდეგ. მე მგონი მაინც ძალიან მაგარი ხიტია და ჩვენ უფლება არ აქვს უბრალოდ რომ ეს ხიტი არ გავხადოთ ყველასათვის საყვარელ სიმღერად, ყველა ქართველისთვის საყვარელ, ყველა პოლიციისთვის საყვარელ სიმღერად. შესაბამისად ჩვენ მივდივართ რომ ეს სიმღერა მივცეთ მის პატრონს. არა, არ შეიძლება არც გადაიღო რა. რატო? არ შეიძლება და მე ჯენებართ უნდა აიღო და მე გადაიღო. შიგნით ხო არ შევდივარ? კი გასაგებია თვითონ ტერიტორიაზე ხარ და ახლა. გასაგებია. თქვენ რო დისკის დატოვება მინდა. რატო? შეიძლება ხო? ამადება შეიძლება დისკის დატოვება. რანე, უგითხარი, გადაიღო ესე რა უნდა გადაიღო. არიღებს. რა გავაკეთოთ? უნდა გადაცეთ ეს ვიდეო. კი, არა, ეს არის თქვენი ახალი ჰიმნი, რომელიც ჩემი ინიციატივით ჩავწერე და მინდა ვანოს მივცე.
ანუ მენა. შემთხვევაში დაველოდოთ. ვისა უკაცრავად? თამაზის მინისტრის კანცელარის თანამშრომელი. რამდენ ხანში? 9 საათში. კარგით. საერთოდ დაველოდო? არა, დიჩი წამოვიდა. 9 საათში გაწუხებთ. ჩავკეთეს უკვე. იქი. ჩვენ ველოდებით 9 საათი თამას შინაგან საქმეთა მინისტრის კანცელარიის თანამშრომელს. ზუსტად 9 საათში ჩვენ დავუბრუნდებით. ველოდებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ველოდებით. სულ რაღაც 20 წუთში ჩვენ შევალთ ნახავთ პრესცენტრის წარმოადგენას და გადავცემთ ყველაზე მაგარ სიმღერას სოფლიოში. არამიშვილი გამარჯობა. თქვენი სახელი? თანამშრომელი გძანდებით რა. თანამშრომელი გძანდებით? არ გადაიღო. რატო? არ შეიძლება. თქვენი სახელი მიშა გვარი? რაში გაინტერესებს? ხო, მაგრამ იქნებ თანამშრომელი არ ახართ. უი. არა, რატო თქვენ ვიმძანდებით? რა მნიშვნელობა? ხო და თუ მოქალაქე ბრძანდებით, რატო გვიბრძანოთ? არ შეიძლება, არა. მოქალაქე ხართ? თანამშრომელი. მაჩვენეთ საბუთი. რატო უნდა გაჩვენო? ხო, აბა მაშინ არც ჩვენ არ გამოვთიშავთ არ კამერას. შეიძლება, ნუ თქვენ თუ ხართ თანამშრომელი, მაშინ მაჩვენეთ საბუთი. აი ძვირფასო ტელემაყურებლო ჩვენ ხედავთ რომ რაღაცა ინსტრუქციები მიიღო იმ ადამიანმა რომელმაც არ გვაჩვენა თავისი საბუთი და ეხლა დაეშვა დაბლა. ჩვენ როგორც გითხრეს ზუსტად 5 წუთში მივალთ კვლავ შესასვლელთან რათა გადავცეთ დისკი. ძვირფასო ტელემაყურებლებო გახდა ზუსტად 2 საათი და როგორც უკვე გითხარით ჩვენ მივდივართ რათა შევხვდეთ კანცელარიის მანუელის ჩვენის მივცეთ მას რათა მათ გადავცეთ პოლიციის ახალი ჰიმნი. აი ესე მოვიდა. გამარჯობა, სალარამშვილი. თქვენ სახელი? თამაზი. ბატონო თამაზ, თქვენ გვარი? კურდოშვილი. თქვენ ბრძანდებით მამულიშვილის პრესცენტრის კი არა და კანცელარიის კანცელარიის ხო, ეხლა რა ხდება? აგიხსნათ. მე გავაკეთე პოლიციის ახალი ჰიმნი. დიახ. კურდული სიმღერის ექსპროპრიაცია მოახდინე. მოგეხსენებათ ეხლა მე მივესალმები ამ ბრძოლას კურდული მენტალიტეტისთან და გავაკეთე აი ეს სიმღერა. და თუ შეიძლება ეს სიმღერა აუცილებლად გადაეცით ბატონ მანუელიშვილს. და იქნებ რაღაც ხელის მოწერა რამეა საჭირო ოფიციალურად დავაფიქსიროთ. წერილი უნდა ხო, მაგრამ გადაღებულია პრინციპში ყველაფერი და ეგეც საკმარისია. ხო და ჩემ ტელეფონი იცით თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამდვილად გეცოდინებათ, ჩემ ტელეფონი ნამდვილად ეცოდინება და დამირეკოს თუ მოეწონა. მაინც განცხადებას დავწერო? კი ბატონო, სად არის აბა? იქ არ ნახეთ დავწერო განცხადება. აბა როგორ აქედან დაიწყეთ შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ივანე მერაბიშვილს. ივანე მერაბიშვილი. შემდეგ თქვენი კოორდინატები, ცხოვრები აქა და აქ, ამადან საქართველოს მოქალაქის კი. მოქალაქის შალვა რამიშვილის ცხოვრები ქ თბილისი სტანისლავსკის 12A განცხადება ხო? კი. ვანო ვარ რა გავს ჭვალი პოლიციის აქტივისტები ამის ნიშნად გადმოგცემთ
Big Panther-აზე არის გააქვთ? გეავსებათ Big Panther-ა. აგმოცემთ. ჰიმნი არ გაქვთ დაყენებული თქვენი ჰიმნები? ისე ეს ჰიმნები მოგწონთ სამივე? ყველაზე უფრო რომელი მოგწონთ? კარგი ჰიმნია. აი სამივე კი, მაგრამ აი ყველაზე უფრო რომელი ვერ გამოვყო. აი ეს Edith Piaf-ის სიმღერაზე რო არის ბავშვების გაკეთებული ბავშვების ჰიმნი მოგწონთ ეგა? აი ერთი პრობლემაა, იცით რა არის, ეგ სიმღერა არის მოპარული, იმიტომ რომ Edith Piaf-მა იმერა არის. ეს ჩემი გასარჩევია. არა, გასაგებია, მაგრამ გეუბნებით, ეს კიდე არის ნაღდი ქართული მართლა მაგარი, თქვენ ვაბრძანდებათ. არ მოგწემთ ჩემს მიერ შექმნილ პოლიციის ჰიმნს. გთხოვთ ყურადღებით მოусმინოთ. მოусმინოთ და გემოვნოთ. პატივისცემით. ეხა სხვა ზარია. ეს სხვადასხვა ზარები, ხო? ეს რა მუსიკა იყო? ეს მეგონი ტატუს. ტატუ. შეგვიძლია კარგად განვითარებული ადამიანი ყოფილიყარ. მიხარია რომ ასეთ პოლიცია. ტატუ და ისა Pink Panther. შენიერია. დღეს არის წვია? რიცხვი ხელმოწერის ქვემოთ. 23 მარტი 2011 წელი. ეხლა რაღაც აი დაუწერეთ რომ დისკი დაწერეთ ხო CD-ს. განართი CD. განცხადებას თან ერთვის კომპაქტ დისკი ერთი ცალი. აი ეს არის ჩვენი კოორდინატები. ამ ნომერზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. თქვენ სახელი? თამაზი კუდაშვილი. არა, ისე ცოტა კარგი ვიზიტკა კი ვგაქვთ. ცოტა არ მომწონს ეს. კი, ამაზე ეს არის საკონტაქტო ტელეფონი. ხო, გასაგებია. ვიზიტკა ცოტა მოიკოჭრით. სარეგისტრაციო ნომერის კეთრია. ეხლა როდის მეტყვიან? 1 საათში შეგიძლიათ დავრეკოთ. კი ბატონო, კარგი ბატონო. აი, ძალიან მადლობა. ნახვამდის. აი, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ყველაფერი დამთავრდა და უბრალოდ ყველაფერი ჩემთვის დაუმთავრდეს. ჩვენ დაგვიმთავრდა აკრედიტაციის მეორე გამოშვება. უკმაყოფილო ვარ რადიო ტიპი გეტყვით, მაგრამ ძალიან გამიხარდა ვანოსთან, უბრალოდ ვანოს სამინისტროში მისვლა. შესანიშნავი ხალხი იყო, ძალიან კარგი კანცელარიის ხელმძღვანელი ყავთ, თუ თანამშრომელი და იმედი მაქვს რომ ვანოსაც მოეწონება ჩემი სიმღერა, კლიპსაც გადავიღებ, დავატრიალებ და ყველაფერი კარგად წავა. ესე იგი რაღაც შემძლებია კიდე და მიხარია. ამით გევშლობებით ორ შაბათამდე აკრედიტაციის გარეშე ორ შაბათს გავა 22 საათზე და 30 წუთზე ეთერში. ნახვამდის.